საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. 10 დეკემბრის ახალ ამბებს მე გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. დიდთხოვნობა გურიაში. ნაგომრიდან მოვდივარ და გზა არ არის გაწმენდილი და გავჩერდით ერევას. ყაჩაღობა ლიბერტი ბანკის გურიანთის სერვის ცენტრში. სოფელ გურიანთაში ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ლიბერტი ბანკის ფილიალიდან აღებული არის სეიფი გაწოდებული და პროცესორი კომპიუტერი. ტრენინგები, მედია სტანდარტები და პროფესიული განვითარება. ოზურგეთში მოსულმა პირველმა თოლმა პრობლემების საგზაო მოძრაობის კუთხით შექმნა, თუმცა გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ ყველა პრობლემა მოიხმრა. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. შეუჩერებელმა თოლმა ძირითადად გზებზე შექმნა შეფერხება. ნასაკირალი ძიმითის უღელტეხილზე მცირე ხნით შეწყდა მოძრაობა, მაგრამ გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტომანქანების მოძრაობა ისევ შესაძლებელი გახდა. ნაგომრიდან მოვდივარ და გზა არ არის გაწმენდილი და გავჩერდით ერევას. გრეიდერი დადის და თუ ჩამოვაქამდე ჩავა. მაგრამ იქნებით აქ საღამომდე. დღის მანძილზე პროცესებში აქტიურად იყო ჩართული მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე. მისი თქმით, გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს და პროცესში ყველა საჭირო ტექნიკა ჩართულია. ამ წუთისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, წუხენ მთელი ღამე მუშაობდით, არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია, საწვავით მომარაგებული გვაქვს სოფლებში, ესე იგი ორგანიზება გაკეთებული არის ტექნიკის, ჩვენი მუნიციპალიტეტის არსებული ტექნიკა ყველა წყობში არის, კიდე დამატებით ვთხოვეთ სხვადასხვა კომპანიებს და ყველანი გვერდში გვიდგას და არც ერთ სოფელში პრობლემა არ გაგვაჩნია, ამ წუთას მიმდინარეობს, მე თვითონ ვადგავარ თავზე ამ პროცესებს. რამოდენიმე სოფელში შუქი არის გამართული, მაგრამ იმასაც ენერგოპროჯორჯია გვირდება, რომ აუცილებლად გამოასწორებს. სინოპტიკოსები ამედის გაუმჯობესებას ჯერჯერობით არ ვარაუდობენ, სავარაუდოდ თოვა რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ლიბერტი ბანკის გურიანთის სერვის ცენტრი გაზარცვეს და სეიფში არსებული საპენსიო თანხა გაიტანეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გურიანთა მესამე ტერიტორიული ერთეულია, რომლის მოსახლეობას დროებით პენსიის გარეშე დარჩა. ძარცვასთან დაკავშირებით გამოძიებას ოზურგეთის რაიონული პოლიცია აწარმოებს. ლიბერტი ბანკის ოზურგეთის ფილიალი კი შინაგან აწესის გამო კომენტარს არ აკეთებს. საღამოს სამუშაო საათების შემდეგ წავედით აქედან და დილით გავიგეთ ეს სავალალო ფაქტი, რომ სოფელ გურიანთაში ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ლიბერტი ბანკის ფილიალიდან აღებული არის სეიფი გაწოდებული და პროცესორი კომპიუტერი. სხვა დანარჩენი შესახებ ძალოვანი სტრუქტურები უფრო ფართოდ გამოგვეხმაურებიან. როგორც ასეთი გატაცებული თანხის რაოდენობა და ასეთი მდგომარეობის შესახებ რო ვთქვათ, რომ გაიძაცონ ასეთი არა, თანხის რაოდენობაზე საუბარი არა და არ ყოფილა. ის სეიფი რო გაიტანეს, იყო რაღაც დარჩენილი ხუთდები შიგნით. რამდენიმე წუთში არასრულტლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის თემაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება სამრევლო სკოლაში პატრიოტულ თემას მიეძღვნა. ამ ღონისძიებით წარმოვაჩინეთ ის, რომ როგორ უნდა ვცეთ პატრიოტ ჩვენს ღირსეულ წარსულს. აირექსის ჯიმედია პროგრამის ფარგლებში სამაუწყებლო კომპანია გურიაში ტრენინგები გაიმართა. სწავლება ტელევიზიაში ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. რასელ ფისგუდი და საშა ზაიცევი სამაუწყებლო კომპანია გურიაში ტრეინინგებს 3 დღის მანძილზე ატარებდნენ. სწავლება ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ცალ-ცალკე უტარდებოდათ. საინფორმაციო პროგრამის დაგეგმვა, სიუჟეტის აწყობის მეთოდი და ვიდეომონტაჟის სპეციფიკა. ეს გახლდათ ძირითადი თემები, რომელთა შესახებაც ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს. როგორც ტრენერები აცხადებენ, პირველ და მეორე ვიზიტთან შედარებით პროგრამის ხარისხი და ჟურნალისტების მუშაობა თვალსაჩინოდ გაუმჯობესებულია. გურიის ტელევიზიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აქ წარმატებული ჟურნალისტები არიან და საქმეს პროფესიონალურად უდგებიან. პარალელს თუ გავავლებთ წინა ვიზიტსა და ბოლო ვიზიტ შორის პროგრესი აშკარაა. დაიხვეწა ახალი ამბების გაშუქების მეთოდები, მაგრამ ასევე ვუსურვებდი ქრონომეტრაჟის გაზრდას საინფორმაციო გამოშვების.
satisfied with this. ამჯერად მე ძირითადად ოპერატორებთან მუშაობდი. წინა ტრეინინგებიდან შედარებით მათი ნამუშევარი აშკარად დახვეწილია. მე გაკვირვებული და ნასიამოვნები ვარ, რადგან ისინი აშკარად სწორად ვითარდებიან. რასელ ფიზგუდისა და საშა ზაიცევის ვიზიტი სამაუწყებლო კომპანია გურიაში აირექსის ჯიმედია პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. არასრულტლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის თემაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომლის ორგანიზატორი არასამთავრობო სექტორი იყო, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ესწრებოდნენ. არასრულტლოვანთა შორის დანაშაულის რიცხვის შემცირება, კრიმინალის პრევენცია და საზოგადოების როლი სამართლებრივი განათლების ამაღლების საქმეში. ეს გახლდა თემები, რომლის შესახებაც შეხვედრის მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოცხადდა ღია კონკურსიც, რომელიც გრანტის სახით არასრულტლოვანთა სამართლებრივი განათლების ამაღლებასთან დაკავშირებულ პროექტს დააფინანსებს. გვინდა დავაფინანსოთ და ხელი შეუწყოთ სხვადასხვა ტიპის სერვისების ასე ვთქვათ განვითარებას ოზურგეთში, სერვისების, რომლებშიც ჩაერთვებიან მოზარდები და ამ სერვისების ძირითადი დანიშნულება არის საგანმანათლებლო დანიშნულება და საფუძველი ჩაუყაროთ მოზარდებისთვის სხვადასხვა სერვისების განვითარებას. გახსოვდეს ვისი გორისახარ, ქართული ხალხური ტრადიციებით გაჯერებული საღამოს ზვანის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიის გახსენებას მიუძღვნეს. ღონისძიება ტრადიციული ქართული ცეკვით გაიხსნა. მერვე კლასელებმა ქართველი მეფეები, თავდადებული გმირები, ისტორიული ფაქტები და ძველი ბალადები სკოლის დარბაზში შეკრებილი მაყურებლის თვალწინ გააცოცხლეს. ქართული ტრადიციებით, ხალხური ფოლკლორითა და საგალობლებით გაჯერებული ღონისძიება პატრიოტული გრძნობებითა და ემოციით იყო დატვირთული. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნამ და ოზურგეთელი სტუდენტი გოგონას ნინო თოიძის გახსენებამ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას თვალზე ცრემლი მოგვარა. ეხლა ვარ ძალიან ბედნიერი, თუმცა სანამ დაიწყო და ძალიან ღელავდი. დიდი მადლობა მაია მასწავლებლებს, რომელმაც შეგვიქმნა ეს ღონისძიება და ის რომ დაიხარჯა ჩვენთვის. ამ ღონისძიებით წარმოვაჩინეთ ის, რომ როგორ უნდა ვცეთ პატივი ჩვენს ღირსეულ წარსულს. ეს იყო საოცრება, ემოციებით დატვირთული ვარ. ვლოცავ დღევანდელ დღეს მერვე კლასელებს, თავიანთ მასწავლებელს, მაია მასწავლებელს. ეს იყო მათი გამარჯვება და მთელი სკოლის გამარჯვება. რამე თუ მათ გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის ისტორია და მართლაც ყველას უნდა გვახსოვდეს თუ ვისი გორისანი ვართ. ქართულ გენში დევს უდიდესი საგანძური და გვინდა რომ არ დავკარგოთ ეს. რაც შეიძლება ხშირად მივიახლოთ წარსულის ფესვებს და შევახსენოთ ბავშვებს, რომ უნდა იყონ გულანთებული მამულიშვილები. 9 აპრილის გმირების სულის კვეთებით უნდა იცხოვრონ და თავიანთი არსებობით აუცილებლად უნდა შემატონ რამე ჩვენს ყველას. ღონისძიების დასასრულს სკოლის მოძღვარმა მამა ვახტანგმა ისაუბრა და დარბაზში შეკრებილი საზოგადოება და სკოლის მოსწავლეები დალოცა. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასასრულს მიუახლოვდა. მე ახალი ამბებით ხვალ დაგიბრუნდებით. მადლობთ ყურადღებისთვის.